მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი Monolith Records-ი. დღეს ჩვენთან სტუმრად იქნება იაკობ სურმანიძე, DJ სახელით იაკობი. მოგესალმები, იაკობ. მოგესალმებით, გითხო. კარგად. ამ ეტაპზე დიდი რეაბილიტაციის შემდეგ რო დავბრუნდები. ეს შენთან მიმართებაში კონკრეტულად ნარკოტიკებს ეხება, როგორც ვიცი, ხომ? კი, ყველა ზუსტად აი დღესდღეობით რაც ჩემთვის არის, როგორც არტისტისთვის და ადამიანისთვის, როცა მიდიხარ აი კლუბში, თუნდაც მუსიკის მოსასმენად. ფიზიკურად იქ ხედავ რაც ხდება. შესაბამისად ამ ყველაფერს მოვყვება სიფხიზლეს ის რომ აი აღიარებ იმას რომ მინიმუმ არასწორი ცხოვრების ეტაპი იყო ეს. არასწორი ნაბიჯები. შენ თვლი რომ ამ კონკრეტულმა ნარკოტიკების ზეგავლენამ ადამიანების ან შენს ურთიერთობებში საკმაოდ დიდი გავლენა იქონია, რამაც გააფუჭებიათ. მინიმუმ დობა. ქვეყანაში ნუ არა მარტო ამ ინდუსტრიაში, ბევრ საკითხში გვაკლია ერთიანობა გვერდჩინდება და მათ შორის ერთმანეთის კარგის დაფასება. საბოლოო ჯამში მივხვდი რომ რაღაცებს არასწორად ვაკეთები თუნდაც ხვდები, მაგრამ როგორც ეგეთი საფრთხე აი მნიშვნელოვანი ადამიანებისგან არ. იახნე, ჩვენს პოდკასტს ვიწყებთ ხოლმე იდეაში DJ სახელით. და ამით შემოვიფარგლებით ხოლმე პირველი კითხვით ძირითად შემთხვევაში და ეს ისეთი სახელი გაქვს, რაც გაქვს რეალურად ხდები და არ ვიცი, რამე კონკრეტული სურვილი არ ქონია, რომ რამე განსხვავებული დაგერქმია რაღაც მაგდაგვარი რომ ფიშკო არა, იმიტომ რომ აი ადრე ჯეიკობ ჰერსის თუ კრავდი. და იდეაში როგორ იყო, იცი რომ აი წლებთან ერთად რა, რაღაც ახალის გაკეთება მინდოდა. და აი ამ დროს რო კიბერში რო დავიწყო მუშაობა და სტარტი მაშინ აი შემეთქი აი რაღაცა ახალი და იაკობი და აი რაღაც სახელიდან გამომდინარე, თორე აი კონკრეტული რაღაც რო აი რაღაცას ნიშნავდეს არა. უბრალოდ მარტივად ხო ხდები აი რაღაცა გამოსაქმით შენთვის და ამდენი წელია რაც ამ ინდუსტრიაში 11 უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილებით 11 წელი საკმაოდ დიდი განცხადია რეალურად. კი, უბრალოდ რა ვიცი, არის რაღაცა მომენტები, როცა ეცემა რაღაცა ემოციური დონე თუნდაც რა. ეხლა ჩემ შემთხვევაში ჯანმრთელობა იყო მაგალითად. თან აი როგორც ანუ ადამიანი ხა ემოციური და რაღაცები აი ცხოვრების აი განმავლობაში ხდებოდა რაღაც მომენტები, რამაც აი პაუზები თუ რაღაც, მაგრამ ეხლა უკვე ან განაახლე ისევ და აქტიურად ხარ ხო? აი რაღაც აი ხო არის რომ რაღაც მომენტებში ნაპერწკლების ჩნდება რა კარიერაში. ეხლა არის რომ აი ანთებული ვარ ბოლომდე რომ აი რაღაცა მინდა რომ უფრო და უფრო მეტი ვაკეთო რა. იაკობ, ესე ცალკეულად პირადადაც გავიარეთ საკითხები, როგორც ვიცი, ჯანმრთელობის პრობლემები გქონდა. თან საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები გქონდა. და აი ამ ყველაფერმა შენზე რა გავლენა იქონია, ანუ იმას არ გულისხმობ, რომ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა უკვე გავლენა რეალურად, მაგრამ აი თვითონ ამ შენს მუსიკალურ კარიერაზე თუ გქონდა რამე გავლენა. რა ვიცი, დიდი პერიოდი მომიწია, აი მაგალითად რომ აი ერთ გიგზე დავუკრავდი. მინიმუმ აი 2 კვირა ხო ხდები ჯანმრთელობის, აი როგორ იცი, აი ძალიან დაღდებოდა და ასე შემდეგ ხო ხდები და შესაბამისად ანუ ვერ მიხდებოდა ხშირი გიგები რა. მაგრამ ანუ ეგ რაღაცები დავაგერობი ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ყველაფერმა რაღაცა სტაბილური სახე მიიღო რა. რამდენ გითხრა, ანუ ძალიან ბევრ ადამიანს მოკლედ, ვინც ამ პოდკასტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, ზოგს მაგალითად ახალი დაწყებული აქვს კარიერა, ზოგს ძალიან დიდი ხანია უკვე რაც ამ სფეროში არიან და იდეაში ყველას გააჩნია თქმა უნდა თავისი შეხედულებები, მაგრამ აი კონკრეტულად შენი მაინტერესებს, რას ვფიქრობ მაგალითად ამ ინდუსტრიაზე არის თუ არა რამე შესაძლებელი უკეთესობისკენ მაგალითად, ან შეიძლება თუ არა მსგავსი რაღაცის გაკეთება, რომ ამის შეცვალო. და ერთმანეთთან სწორი კომუნიკაციით. და რაღაცა როგორც რასაც მევხედავ რა რეალურად თუნდაც შიდა სამზარეულოში თუნდაც აი არტისტების დამოკიდებულებას ერთმანეთთან ხდები აი ახალი ტიპებისგან აი თუნდაც პიონერ ტიპებთან რა ვერისგან გამიგია რომ რაღაც აი ხო რაღაცა ვერ დაუკრა თუ რაღაც ხდები ერთმანეთზე საუბარი ხდები აი ერთიანობა საჭირო ყველაფერი როგორც ცხოვრებისეულად ასევე მუსიკაში ხდები. კი, ზოგადად ამაში ვაკლია ერთიანობა. ძალიან ანუ მხარდაჭერა, სწორი მხარდაჭერა ხდები. მესმის შეიძლება ფართიზე ვერ მოხვიდე, მაგრამ აი მინიმუმ ეხა ჩემთვის დადებითი აი სიტყვას ძალიან ემოციური და თან ხო ხდები, აი ბედნიერი ხდები, მოტივირებული ხდები. მე მაგალითად ეხა აი ჩემი ამ წლის განმავლობაში რა კარიერის შიგა და შიგ წლების განმავლობაში აი რაღაც სტრიმებზე, აი რადიოებზე და ასე შემდეგ რა. აი ვისაც შემიძლია ხო ხდები ყოველთვის აი ხელის გაწვდა რა, აი მეგობრული და ასე შემდეგ რა. შესაბამისად ეგ არის საჭირო რა ყველასგან. ერთიანობა, გულწრფელობა და სიყვარული რა. გულწრფელი სიყვარული.
თუნდაც მინიმუმ ადამიანური თუ აი ხშირი კომუნიკაცია და ანუ აი რაღაც არ მეგობრობ და ასე შემდეგ ეს არის რა ჩემ მოსაზრებამდე ეს უფრო კომფორტული არის. არა, მეც გეთახმები, რომ ამ ქვეყანაში არა მარტო ამ ინდუსტრიაში ბევრ საკითხში გვაკლია ერთიანობა გვერდში დგომა და მათ შორის ერთმანეთის კარგის დაფასება. კი. მე ყოველ შემთხვევაში ვთვლი, რომ ეგ საკითხი ცოტა პრობლემურია, იმიტომ რომ თუ რამეს კარგად აკეთებ, ადამიანების უმრავლესობა თითქოს შენს ამაზე ჩაძირვაზე არის მიმართული და არ ვიცი ეს შურის თურის იბრალია, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრობლემა, ანუ როგორიც არ უნდა იყოს, არსებობს ფაქტია. რატო კითხეს კიდევ ანუ ამას საერთო აქვს ერთ-ერთ შენს პირადულ საკითხთან? არ მინდა რომ ცოტა რაღაცა ფეხაშად გამომივიდეს ან რაღაც მაგდაგვარი, იმიტომ რომ როგორც მე მათ შორის ბევრმა ადამიანმა ნახა მაგალითად შენი პოსტი Facebook-ზე, სადაც ანუ თითქოს აი რაღაცებს ნანობდი, რაღაცებს ეთოყურებდი და შესაბამისად ეს კითხვაც წინაზე რაც დაგისვი და აქაც კითხო აქაც იგივე იყო თუ არა მაგალითად ან მიიღე თუ არა ადამიანებისგან გვერდში დგომა შენს პრობლემებთან დაკავშირებით და გულწრფელი რო იყო აი კატეგორია ადამიანების რომლებისგანაც თუნდაც აი ელოდები გამხნევებას და ასე შემდეგ ეს არ ყოფილა იმის გამო რომ თუნდაც აი მასშტაბური თუ რაღაც ხვდები რომ აი დამინახეთ რომ ბოდიში მოვხედე ეს არა ხვდები ეს საბოლოო ჯამში მივხვდი რომ რაღაცებს არასწორად ვაკეთებდი თუნდაც ხვდები მაგრამ როგორც ეგეთი საფრთი აი მნიშვნელოვანი ადამიანებისგან არა მაგრამ კარგი იქნებოდა კი იცი ვფიქრობ სწორი პოზიცია არის როდესაც შენს არ ვიცი ბრწყალებში დანაშაულს შეცდომას თუ ნებისმიერ რამე რაც შეიძლება რომ დაარქვა მსგავს ქმედებას, რასაც შენ თვლი, რომ არასწორია შენ თავში და სამჯერად არასწორად იქცევი პიროვნება, როცა ამას იაზრებ ჯერ შენ თავთან და მით უმეტეს იღებ გადაწყვეტილებას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ადამიანებთან ხმამაღლა განაცხადა, რომ იცით რა, ჩემი ქმედება არასწორი იყო. ვფიქრობ ეს საკმაოდ სწორი და მათ შორის გაბედული ნაბიჯია, იმიტომ რომ ყველას მოსდის შეცდომები და ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ იცი რა, მე შეიძლებოდა რომ არ დამეშვა მსგავსი შეცდომა. Ну, ეს ყველას ინდივიდუალური გადმოსახედია, მაგრამ ესე ზოგადად რო ავიღოთ, კარგი არის, როდესაც ადამიანი შენს შეცდომას, შენს მინუს, შენს რაღაცას იაზრებ რა და რესპექტ ამისთვის, არ ვიცი, ხები რას ფიქრობენ, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ასე მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ მე თვითონ პირადად ასე ვცხოვრობ, ანუ ჩემს შეცდომებზე ვსწავლობ და რეალურად ვსწავლობ, იმიტომ რომ ეგეთია რა. ესე უბრალოდ არ დაჟე ლაპარაკითაც არ ვსაუბრობ მაგ საკითხებზე, როდესაც რაღაც პრობლემა მოქვს, ანუ თვლი რომ ჩემი არასწორი საქციელით მე თვითონ ვიღებ ცუდ შედეგს ხო ხდები ხო და ეს შენთან მიმართებაში კონკრეტულად ნარკოტიკებს ეხება როგორც ვიცი ხო კი ჩემთვის რა იცი თავიდან ამ თემაზე ძალიან რთული იყო რა საუბარი რა იმიტომ მქონდა კომპლექსი რომ აი ადამიანებს ხო ხდები ვერ უხსნი რა მდგომარეობა გვაქვს აი რაღაცის თქმა გინდა ემოციურად გამოხატვა მაგრამ ფიზიკურად ვერ მაგრამ დროთა განმავლობაში აი თუნდაც კურნალობამ რა თუნდაც აი იმ აი წრიდან გამოსვლა სამეგობრო რომლებიც აი რაღაც რო გიჭირს რაღაც რო აი თუნდაც საუბარი რა ძალიან მნიშვნელოვანია კი ნამდვილად ეგ რო აი დრაგის იქეთ არ ხდება შესაბამისად რაღაცებს იწვევს და როგორც კი აი მივიღე გადაწყვეტილება რომ აი აღარ პირველი ნაბიჯი ეგ იყო რატო იცი რომ თუნდაც იმ ერთი თვის შემდეგ როცა აი რა სრულიად სიფხიზლე ავიჩიე ნებისმიერ თრობისგან შორს ცხოვრობ უკვე ამ ეტაპზე და რაც ჩემთვის ძალიან სიამაყეა შესაბამისად მივხვდი რომ რა ვიცი ახლა ყველას პირადულად ვერ აი რაზეც დავფიქრდი რომ მეთქი შეიძლება ჩემგან იყო ეს ნაბიჯი არასწორი მაგრამ იყო ზუსტად ეს სიფხიზლე გამოწვევი ამ ყველაფრის რაღაცებს ყურადღებას არ ექცევ რაღაცები ჩვეულებრივი ხდება შესაბამისად სიფხიზლეში ეგრე არ არის ყველა ზუსტად აი დღესდღეობით რაც ჩემთვის არის აი როგორც არტისტისთვის და ადამიანისთვის როცა მიდიხარ აი კლუბში თუნდაც მუსიკის მოსასმენად ფიზიკურად იქ ხედავ რაც ხდება კი რა თქმა უნდა შესაბამისად ეგ რა რომ აი რაღაცები უნდა კონტროლდებოდეს არა რაღაცა სახელმწიფო პირადულად ხდები შესაბამისად ამ ყველაფერს მოვყვება სიფხიზლეს ის რომ აი აღიარებ იმას რომ მინიმუმ არასწორი ცხოვრების ეტაპი იყო ეს არასწორი ნაბიჯები ну შენ თვლი რომ ამ კონკრეტულმა ნარკოტიკების ზეგავლენამ ადამიანების ან შენს ურთიერთობებში საკმაოდ დიდი გავლენა იქონია რამაც გააფუჭა რეალურად მინიმუმ დობა იცი რა არის ადამიანი რომელიც აი არა მხოლოდ თუნდაც ვიკენდზე ან ასე შემდეგ არაფხიზელი და სისტემატიურია ამ ყველაფრის სისტემატიური სახე უკვე აი ცხოვრებისეულთან საფეხურებზეც რაღაცებს ხელს გიშლის შესაბამისად ყველას მინდა მივცერ შევა რომ აი იმუშაოს აი საკუთარ თავზე ის რომ აი რაღაცებს აქვს საზღვარი
შემთხვევაში აი საერთოდ ხო ხდები რა. შესაბამისად ეხლა უკვე აი ამ ეტაპზე არის რომ გრძნობ რა რომ აი ძალიან დიდი განსხვავებაა. თუნდაც სურვილებში, თუნდაც აი ცხოვრების ხალისში. აი ემოციებს რო იბრუნებ. დღესდღეობით ყველა კარგი ემოციის აღქმის უნარი ხდები და არ არის ყველაფერი სულ ერთი. და შემიძლია რაღაცების განსხვავება უკვე. ისე როგორც უნდა განსხვავდეს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი. ეს ხო რომ ამავობაში ეს პრეპარატები აი რაც თუნდაც ეხა რა ნარკოპოლიტიკაც გვაქვს. აი სრული სიგიჟეა. შესაბამისად აი ეს ქაოსი ჩემთვის ძალიან მეუღებელია. და გადაწყვეტილება ზუსტად ეგ იყო რომ უნდა მეცხოვრა ისე ცხოვრებით როგორიცაც აი მაგალითად წლების წინ მქონდა სურვილი. შესაბამისად ეხლა უკვე დავიწყე ამ ყველაფერზე ორიენტირებულად ფიქრი და სტაბილურად მივყვები უკვე. და ზუსტად ეს იყო მიზეზი რომ აი ყველასთვის მინდა და რომ ველდებოდი შემომეხა და თუნდაც ჩემგან გამომდინე რაღაცეებისგან და ასე შემდეგ რა. ისე არ ხონიათ ადამიანებს შენი გვერდში დგომის სურვილი და კონკრეტულად იმ მოცემულ მომენტში რომ ყოფილიყვნენ შენთან ერთად და ამ პრობლემას შენთან ერთად გამკლავებოდნენ მაგალითად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც მაგ მომენტში მხარდამჭერი ადამიანები გყავს. კი, ძალიან მნიშვნელოვანია. მინიმუმ საუბარი, მინიმუმ გამხნევება. კი, რა. ის რომ შენ შეგიძლია. აი თუნდაც აი როგორ ვიცი რომ საზოგადოებაში რო გადიხარ მეგობრებთან და ასე შემდეგ რა. ანუ მინიმუმ ის რომ თავდაჯერება არ აქვს შენგან რომ აი კარგად იქნები. ყოველ დღე ერთი და იგივე ხდება. ეგ ცხოვრებაში. შესაბამისად აი გულწრფელი რო ვიყო ამაში აი არა რა. ის რო აი რაღაცა მოდი თუნდაც ერთად შევძლოთ. და აი ხოლმე მეგან მივიღე რა გადაწყვეტილება. რომ აღარ მინდა დამორჩა. იცი რა მინდა გითხრა, შენც იცი რამდენი წელია რეალურად ამ სფეროში ვარ და თან შენ უფრო მეტი იცი ვიდრე დღეს ბევრმა, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ წლების წინ გადაკვეთა გქონდა ამ ინდუსტრიაში და ნუ შემდგომ უკვე მე ზოგადად ჩემი ოჯახის გამო და ჩემი პირადულის გამო აღარ ვიყავი ამ სფეროში და ბევრს უჩნდება ხოლმე კითხვა ჩემზე ეს ვინ ჯანდაბაა საერთოდ, მაგრამ ანუ რაც არის მოკლედ. აი რაც შეეხება ბოლო დროინდელ მოვლენებს, ან ზოგადად როგორ არის, იცი? რაც ახლა ამ ინდუსტრიაში ისევ შემოვდგი ფეხი და დავიწყე რაღაც საქმეების კეთება, შესაბამისად უფრო მეტად და ღრმად მომიწია კონკრეტულ საკითხებში ჩახედვა. იმიტომ რომ ერთია რაღაც პროექტი გააკეთო და მეორეა როგორ აკეთებ, ხვდები, ანუ მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ესე ზედაპირულად საუბრობს ან რაღაც მაგდაგვარი რა. შესაბამისად, ვისაც პოდკასტში ვეძახი, მათ შორის შენ, ასე თუ ისე სხვა ადამიანების აზრსაც ვისმე ხოლმე რა. და პირდაპირ გეტყვი რომ აი კონკრეტულად რაც ახლა შენ მოყევი, იყო ამ თემებზე საუბარი და სიმართლე გითხრა, კარგი ფიდბექი არ მივიღე შენზე რა, მაგრამ ეს ჩემთვის საერთოდ არ იყო ხელშემშლელი ფაქტორი, იმიტომ რომ ერთია რას ამბობენ და მეორეა რას ხედავ ხო ხდები რა და მე მიხარია რომ ხედავ შენს დამოკიდებულებას დღევანდელს. იმიტომ რომ როგორც თქვი, ყველას მოსვლია ცხოვრებაში შეცდომა და მით უმეტეს ისეთ გარემოში, სადაც მსგავსი ნარკოტიკები და მსგავსი პრეპარატები აქტუალური არის და თან სად არ არის აქტუალური ყველა ქვეყანაში ხო ხდები, ანუ ჩვენ რაღაც ხა ისეთ სიახლეზე არ ვსაუბრობთ. კი, რომელიც რაღაც შეიძლება ვაუ ემოცია გამოიწვიოს, რომ რანაირად აქ ეს არ ხდება ხო ხდები. მინდა გითხრა, რომ ძალიან დიდი გამძლეობა ჭირდება ზოგადად მსგავსი საკითხისთვის თავის დანებებას და უარის თქმას მსგავს პრეპარატებზე, იმიტომ რომ ჯერ ისედაც ძალიან ბევრ რამეზე ვართ ადამიანები დამოკიდებულნი და შესაბამისად რაც უფრო რთული არის ეს კონკრეტული საკითხი, რაზეც შეიძლება თავი იყოს დასანებებელი, მით უფრო ინდივიდუალურად გიჭირს ადამიანს რა, რომ რაღაცაზე უარი თქვა და მაგიტომაც აღვნიშნე, რომ მან უფრო მეტი გვერდში დგომა არის საჭირო, უფრო მეტი სტიმული არის საჭირო ადამიანისთვის რა. ხო და მიხარია დღეს როგორი დამოკიდებულებითაც ხარ, ჩემი რა ვიცი გულწრფელი შეხედულებით გეუბნები, რასაც ვფიქრობ და ამას იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ რაღაც კამერების წინ ვზივართ, იმიტომ რომ ესე რო ყოფილიყო, არც აქ არ ვიქნებოდით შესაბამისად. კარგი მთქმელს კარგი გამგონე ჭირდება და მიხარია, რომ დღევანდელ დღეს სხვანაირად ვუყურებ შენს თავს, იმიტომ პირველ რიგში ეს ყველაფერი შენთვის არის კარგი და მათ შორის შენი კარიერისთვის და იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც რეალურად დღეს ისევ შეერა შენი და რა ვიცი, უნდა შენთან ურთიერთობა, მეგობრობა და ასე შემდეგ.
მაგრამ ერთ პატარა დეტალს მინდა გავუსვათ ხაზი. აი რას ეთყობდი იმ ადამიანებს, ვინც როგორ გითხრა, ამ პერიოდში, როდესაც შენ მსგავს პრობლემას ებრძოდი, შენი რა ვიცი, არ სჯეროდათ თუ როგორც იყო მოკლედ რა. რამე თუ გაქვს ამ ადამიანებისთვის სათქმელი, არ ვიცი, ეს ბოდიში იქნება თუ შენიშვნა იქნება, ეს შენი გადასაწყვეტია, მე ვერ დავაკონკრეტებ ამას. ხო რა არის ისი ცხოვრების კიდევ ერთხელ, უფრო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. როცა აი ადამიანებს შეუძლიათ რო გვერდით იქნებ, ხვდები და არ მინიმუმ ისე არ გაგაკრიტიკო, რომ ემოციურად ძალიან ძიმე იყოს. რადგან აი ამ ფაზიდან რო გამოდიხარ, მინიმუმ გადაწყვეტილებას რო იღებ. ამ დროს ძალიან დიდი მხარდაჭერაა საჭირო. მინიმუმ დამოკიდებული ადამიანისთვის. ხვდები? შესაბამისად, მინდა რომ მინიმუმ არა მხოლოდ მათი განმოსახედიდან შეხედონ ამ თემას. რა არის ისი ხოლმე გინდა, მაგრამ ვერ. შესაბამისად, უნდა იყვნენ უფრო მეგობრულები. და უფრო აი როგორ იცი, გულღიათი ადამიანები, რომელსაც აი გულწრფელად ეტყვი ყველაფერს, ხვდები და ანუ არ გიქნება რიდი. და ეს მინიმუმ ის კომპლექსი, რა კომპლექსიც გაქვს იმ მომენტში. უკვე რო ანალიზებ, რო ძალიან რთულ გზაზე ხარ. მათთანაც გიჭირს ამ თემაზე საუბარი. შესაბამისად, ჩაკეტილობა უნდა იყოს მიმღებობა რა მათგან. შესაბამისად, კი ყველა უშურს შესწომას. ნებისმიერ ცხოვრების საკითხში, არა მხოლოდ მუსიკაში და კარიერაში და ასე შემდეგ. შესაბამისად რა არის, მე ვფიქრობ, რომ როგორც მე ვაკეთებ და მე ვიქცევი, ვისაც კი პრობლემა აქვს, აი ვისაც კი ვიგებ რა, ყველას რითი შემიძლია. მომწონს თუ არ მომწონს, იმ მომენტში იმ ადამიანს დახმარება ჭირდება. შესაბამისად ამ ყველაფრის გათვალისწინებას, თორე აი რაღაც ის რო აი ბრაზი მქონდეს მაგ ადამიანებზე, ყველას თავის გადაწყვეტილება აქვს. იმეგობროს ესეთ ადამიანთან ენდოს თუ ასე შემდეგ რა. თავარია აი შედეგი რა არის, ეს ადამიანი მიხვდა გაანალიზა თუ ასე შემდეგ რა. როგორც უკვე ბევრჯერ გითხარი, მიხარია დღეს ასე რო ვფიქრობ. რაც იყო. კი, წარსულდარ რაღაცა. კი, იმიტომ რომ იცი რა, აღარ შეიძლება მაგ საკითხებზე დაარდი რა. უკვე გავლილი ამბავია და ბევრი წარმატება მინდა გისურვო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გაიარე ეს გზა. კი. შეიძლება ეს ისეთი თემა არის, რაზეც შეიძლება ადამიანს აი ნოსტალგია გაგიჩნდეს, გაგახსენდეს რა მომენტულად ეწოდებული ფლეშბექი გქონდეს, ხო ხვდები რა? ხო და შესაბამისად მინდა რომ ესე მყარად გააგრძელო დგომა და ძალიან მიხარია ამ ბოლოს დავამუღამე რომ შენ კარიერაში ცოტა ცვლილებები შეიტანე და შესაბამისად უფრო გააქტიურდი. დღეს ხოთა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ეგ საკითხი, რამდენად აქტიური ხარ ამ კარიერაში და ამ ინდუსტრიაში. როგორ ხედავს ხალხი რა შეიძლება ძალიან კარგ მუსიკას უკრავდე, მაგრამ ანუ საჭირო არის თვითრეალიზაცია სოციალურ ქსელში. ამის გარეშე ეს საქმე რეალურად დღევანდელ დღეს აღარ გამოდის. ანუ იყო პერიოდი, როდესაც სანამ სამყარო ამდენად დამოკიდებული გახდებოდა ზოგადად სოციალურ ქსელებზე, კარგ მუსიკას თუ უკრავდი, ისედაც გიცნობდნენ ქალაქში. ეხლა ჟორჟიკას ინსტაგრამი არ ქონდა, მაგრამ ყველა მიცოდა ვინ იყო ჟორჟიკა, ხო ხვდები, ესე თქმაც მინდა და შესაბამისად დღეს ცოტა შეცვლილია, ცოტა კი ძალიან არის შეცვლილი მოცემულობა. და მე არ ვიცი, ჩევა მექნება, რომ ამ საკითხსაც მეტი დრო დავუთმო, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან გიყვარს მუსიკა და მათ შორის ისიც ვიცი, რომ პროდიუსინგითაც იყავი ერთ დროს დაკავებული და აი დღეს რა შვები ამ საკითხში გაქვს რამე პროექტები. ზუსტად ამ ეტაპებმა უფრო დიდი ყურადღება მივაქციე სელექციას და ამას დავიწყე მუშაობა. და რა არის ტექნიკურად, აი როცა წლები გადის, ტექნიკურად უკვე სწავლობ რომელი ინსტრუმენტი გჭირდება და ასე შემდეგ. ეხლა ვარ იმ ეტაპზე, რომ უკვე ვალაგებ ამ ყველაფერს და ისევ აქტიურად. იმიტომ რომ აი მუსიკალურად როგორც არტისტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იცი რა არის? მე და შენ ვიცნობთ ერთმანეთს თუ ასე შემდეგ. ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, როცა მუსიკალურად საუბრობთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რელიზები. შესაბამისად აი ამაზე ვარ გადართული, ორიენტირებული, რომ ის სულ რაღაცა ახალი. ამიტომაც იყო იდეა ეხა 2026 წლის დასაწყისში იაქსო. ჩემი სახელმწიფო არის ინიციალთა დასაწყისის ინიციალები, ხვდები? შესაბამისად რა იყო იცი რომ აი ბევრი ჟანრის ერთად დაკვრა ფიზიკურად ხო არ გამოდის. შესაბამისად გადავწყვიტე, რომ ის მუსიკა, რომელიც ჩემთვის მეტად ემოციურია და არა ტექნიკური, რა თქმა უნდა ტექნიკა შეიცავს, მაგრამ როგორც ეგეთ ტრანსი ჩემთვის უფრო ემოციურია ვიდრე ტექნიკური მუსიკა. შესაბამისად ეს ორი პროექტი აი რაღაცა გავაცალკევე. დღესდღეობით ხო რაღაცა ეგეთიანთებული ვარ, რომ აი მინდა რომ ორივე იყოს რაღაცა აქტიურ ფაზაში რა. და თუნდაც უცხოურ გიგებზეც ეგრე რა, აი არის ქალაქები, სადაც ერთი პროექტი უკრავ, არის ქალაქი, სადაც მეორე პროექტები თუ მეორე პროექტები უკრავ რა. ისე გაქვს გიგები სადმე უცხოეთში? კი. ეხლა გერმანია შემდეგ თბილისი, შემდეგ ისევ იტალია და ესე მივყვები რა. იმიტომ რომ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ კარიერაში. რამდენი კითხვიცი, შენ აღნიშნე რომ ბუქერი იყავი წლების განმავლობაში რა. და დღეს
ძალიან ბევრი არტისტისგან მისმის. მათ შორის პოდკასტშიც იყო ამ საკითხზე საუბარი. რომ ანუ ძალიან ბევრი კარგი არტისტის, როგორ გითხრა, არ ჩანს იმის გამო, რომ ამას ბუქერები უშლიან ხელს. ხო. არ ვიცი, რამდენად სწორად ჩამოვაყალიბე ეს აზრი, მაგრამ რეალურად ანუ პრობლემა აღმოჩნდა აქ ბუქინგის საკითხი რა. სიმართლე რომ გითხრა, მე ვთვლი, რომ ბუქინგის საკითხი ქართველ არტისტებთან პრობლემურია, იმიტომ რომ ძალიან ცოტას ყავს რეალურად ქართველ არტისტს თავისი ბუქერი ან აგენტი. ხო. და თითქოს რაღაცნაირად აი განცალკევებულია ეს ორი საკითხი არა და საქართველოს ფარგლებს გარეთ პირიქით არის რეალურად. ყველა არტისტს თავისი აგენტი ყავს. ვისაც არ უნდა მიწერო, აი სულ რომ დამწყები არტისტი იყოს, მასაც ყავს თავისი აგენტი და აუცილებლად მასთან გამისამართებს, როდესაც რომელიმე კონკრეტულ გიგზე მიდის საუბარი. მაგრამ აქ ჩვენთან ძირითად შემთხვევაში ასე არ ხდება. ანუ პირდაპირ კლუბის ბუქერთან გაქვს კომუნიკაცია, ანუ ისიც ან გაქვს ნორმალური კომუნიკაცია, ან არ გაქვს. ან ზართულია კომუნიკაციის დამყარება. აი ამ ამპულიდან რა სიტყვოდი, როგორც ბუქერი მაგალითად, აი რა გამოცდილება გაქვს. წარმოიდგინე 3 წლის განმავლობაში. ყოველი ვიკენდის აი ბუქინგი რომ დააკეთო რა. აი მაგას დააკეთე ქართულ არტისტებთან, აი ძალიან რთულია ზოგადად, აი ბუქინგის და აი ამ თემების დაალაგება. იცი რატო რომ ყველას დაკვრა უნდა. როგორც აი ბუქერისთვის ძალიან რთულია გადაწყვეტილება მიიღო სწორი ლაინაპის. შესაბამისად რა ვიცი რომ აი ადრე მაგალითად ეგრე იყო რომ აი ამ პიონერი არტისტი უფრო სანდო იყო ვიდრე აქ ადამიანი თუნდაც 24 საათი მუშაობდეს რაღაც ნიუკამერი რთულად იყო მაგრამ ეხლა უკვე ისე არის რომ თან მომწონს მაგრამ თან არ მომწონს იმიტომ რომ რა არის როგორც ბუქერის კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ყურადღებას ვაქცევთ და ბევრი ბუქერისგან გამიგია აი კომუნიკაცია რო ქონია და ასე შემდეგ აი ეს ძალიან კარგი ხოზია ეს ძალიან ანუ აქტიურია ასე შემდეგ ხვდები აი ამიტომ რა არის რომ ყოველთვის ყველასთან კომუნიკაცია მაქვს რომ აი რომ ეკითხებიან რომ რა არის საჭირო მე მაგალითად აი 3 წლის განმავლობაში ბუქინგის თვალსაზრისით და ასე შემდეგ რა კომუნიკაცია ანუ აი არ დამიბენებია ანუ SMS უპასუხოდ არ და აი მე ვფიქრობ რომ ნიუკამერისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ხვდები აი ეს мотиваცია რომ თუ შენ გინდა რომ აი რაღაცა ახალი აღმოაჩინო შესაბამისად ეს კომუნიკაციაც საჭიროა რომ აი ადამიანები აი ნიუკამერებთან კონდეს რა კომუნიკაცია დღესდღეობით აი ხო გეუბნები აი რაღაცებს სწორად აღვიქვალ მაგრამ რაღაცებს ვერ შესაბამისად ფიქრობ რომ ამ თემასაც ძალიან დაალაგება ჭირდება რა კი იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აი როგორც ეხა შემდგარი არტისტი ასე შემდეგ რა და თუნდაც ბუქერი გეტყვი რომ აი რა ვიცი არსი ძალიან ბევრი არტისტი დაუფასებელია ჩემთვის რა საქართველოში მაგრამ უცხოეთში კომუნიკაციის წყაროც კი მარტივია რა ადამიანს აი სეტს გაუგზავნე რელიზებს გაუგზავნე ხვდები ის აქცევს ყურადღებას რომ შენ ესე იგი შრომობ ხვდები და აქ უფრო მეტად რაღაცა ფიქრობ რომ აი რაღაცა მეგობრული რაღაცა ნეპოტიზმით წყდება ძალიან ბევრი რაღაც რა ამაზე ხამაღლა საუბარი ძალიან რთულია მაგრამ რა ვიცი რომ საბოლოოდ ფიქრობ რომ ამ თემასაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ყურადღების მიქცევა ჭირდება რა იმიტომ რომ კი რეალურად აი ამდენს რომ მუშაობთ აი წარმოიდგინე სადღაც რეალიზება ჭირდება ამ მუსიკის როგორც არტისტის ძალიან რთულია რა რომ აი დღევანდელ რაღაცა თამაშში მოხდეთ თუნდაც შესაბამისად აი ძალიან რთული არის რა სიტუაცია და ყველას თავისივე რაღაც community ყავს ხდები და აქ მოხვედრა არის ძალიან რთული ანუ არ აქვს მნიშვნელობა შენ კარგ მუსიკას აკეთებ წერ უკრავ როგორი ტექნიკით როგორი ვაიბით და ანუ არა საერთოდ არ ექცევა ამ ყველაფერს მნიშვნელობა და სიმართლე რომ გითხრა რაც ამ საკითხებზე საუბარი დავიწყე ძალიან ბევრი ადამიანს არ მოსწონს და ძალიან ბევრი კარგი მეგობარი და ადამიანი მეუბნება რომ იცით რა ეს არ მოსწონთ ხდები რომ შენ ამაზე საუბრო ანუ it's okay-ია, მე არ მაქვს მაგაზე პრობლემა, ვის მოსწონს, ვის არა. ზოგადად პროდუქტი ყოველთვის ასეთი გარემოს წინაშე დგება, რომ როდესაც რაღაც პროდუქტს ქმნი, ვიღაცას ან მოეწონება, ვიღაცას ან არ მოეწონება, ხდები, მაგრამ აი კონკრეტულად მე ცოტა სხვა რამეზე ვამახვილებ ყურადღებას, ანუ თვითონაც კი იციან, რასაც საუბრობ, უბრალოდ მოცემული მომენტი არ მოსწონთ, როდესაც ამაზე ვინმე საუბრობს, ხდები, იმიტომ რომ რაც ამაზე საუბარი დავიწყე, შესაბამისად ბევრი წამომყვა, ხდები, იმიტომ რომ პრობლემა ყოველთვის შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში, მაგრამ არ შეიძლება ეს პრობლემა ყოველთვის პრობლემად არსებობდეს. ხდები, ანუ თუ არსებობს პრობლემა, ესე იგი არსებობს მისი მოგვარების გზაც. რა თქმა უნდა. შესაბამისად, ანუ ვიღაცამ უნდა შეიძლება მე არ ვიცოდე კონკრეტულად როგორ მოვაგვარო, მაგრამ აი რა ვიცი, დღეს შენ ხარ ხვალ, ხა იქნება და ვიღაცას ეცოდინება ეს როგორ გვარდება, ხდები? ანუ საერთო ჯამში ეს რაღაც
ერთიანი ძალით ერთია, როდესაც ერთი ადამიანი საუბრობს მხოლოდ. მაგრამ როდესაც ერთ საკითხზე საუბრობს ძალიან ბევრი, შესაბამისად ამ კომუნიკაციაში და ამ დიალოგში თუ კამათში თუ განხილვაში თუ მოწონება არ მოწონებაში სადღაცას რო ჯანსაღი აზრი არ დაიბადოს, შეუძლებელია, ხვდები? ანუ ადრე თუ გვიან ამ მოცემულობამდე მივალთ და მაინტერესებს აი კონკრეტულად შენ რას ფიქრობ ჩვენ პროექტზე და როგორი შეხედულებებით ხარ და საერთოდ როგორ თვლი, ანუ ჭირდება საერთოდ ამ ქვეყანაში ამ ინდუსტრიას ეს პროექტი? პირველ რიგში ამ პროექტზე ვიტყვი რომ მნიშვნელოვანია როგორც ელექტრონული დღევანდ აი სცენისთვის, რადგან ადამიანებს ქონდეთ საშუალება მინიმუმ გამოხატონ აზრი. ეს არ არის პრეტენზია. იმიტომ რომ ჯანსაღი აზრი, ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად რა ვიცი, არ უნდა იყოს რაღაც თემებზე აი საუბარი დამალული. რადგან ნახე რა არის, როცა რაღაც კითხვა არსებობს, ამას საბოლოო პასუხი ჭირდება რა. კი, აუცილებლად. საქართველოში ეს კიდე როგორ არის, იცი რომ ძალიან ჩაკეტილია რა. შესაბამისად წვდომა ვერ გაქვს ისე როგორც უნდა გქონდეს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ პროექტით მე ვფიქრობ რომ ეს ჯანსაღი აზრი და მოსაზრებები მნიშვნელოვნად გაჟღერდება. და საჭირო ადრესატამდე მივა. იმიტომ რომ რაღაცა ერთ ტალღაზე არ უნდა ვიყოთ რა. შესაბამისად ამ პროექტს ძალიან პირველ რიგში ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ. მადლობა ძალიან. იმედი ხდები რომ კონკრეტულად ესე მიკერძოვებული არ ვარ, არავის მიმართ. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგალითად შეიძლება მომავალში იყოს რამოდენიმე ადამიანთან ისეთი საუბარი, რომელიც შეიძლება პიროვნულად შენს აზრს ეწინააღმდეგებოდეს, ხვდები? და ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს რაღაც იმის მაპროვოცირებელი საკითხი, რომ თუ მაგალითად კონკრეტული პიროვნება ამ პოდკასტში საუბრობს რაღაც ისეთ თემაზე, რომელიც შენთვის არ არის მისაღები, ანუ მე ვფიქრობ, რომ არ უნდა თვლიდე, რომ აი კონკრეტულად შენ გიჭერ მხარს, იმიტომ რომ შეიძლება ხვალ თვითონ შენ აღმოჩნდე ამ პოდკასტში და შენც მოგეცეს იმის საშუალება, რომ შენი აზრი დააფიქსირო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი აღმოაჩენს ძალიან ბევრ კარგ ადამიანს, ძალიან ბევრ კარგ მუსიკოსს და შესაბამისად შანსი და სტიმულიც მიეცემათ იმ ადამიანებს, რომ თავიანთ ცხოვრებაში რაღაც შეცვალონ უკეთესობისკენ, ხვდები? და მათ შორის მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ანუ ის საკითხი არ არის აქ ჩემთვის დიდად გადამწყვეტი, რომ აი რაღაც ეს პროექტი ჩემი ან რაღაც მაგდაგვარი, ანუ მე ყველაზე ძალიან ის მომწონს ამ საკითხში, რომ ანუ გაჩნდა ადგილი, სადაც მე ვიქნები, შენ იქნები თუ ნებისმიერი სხვა, მიეცემა საშუალება, რომ ყოველგვარი კომუნიტების და შესულგამოსვლის გარეშე ჰქონდეს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება და შესაძლებლობა, რაც ყველაზე მთავარია. მე პოდკასტში მეყოლება ძალიან ბევრი დამწყები არტისტი, მათ შორის, რომელიც მე ვთვლი, რომ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს და ძალიან მაგრად აკეთებს. აი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი იყო ტეკაჩიმო, რომელიც ანუ მართლა ისეთ მუსიკას აკეთებს ტიპი, რომ იქ ხიდზე პოდკასტს რო წერდით, ვიცეთს, ჩემთვის წინ გულაოვდი და თან მართლა გულაოვდი რა, ხა ის კადრები არ არის ესე გავრცელებული, მაგრამ იმდენად ვისიამოვნე იმ კონკრეტული მომენტით, რომ ანუ სიმართლე რო გითხრა, არც დრაგი, არც კლუბი და ზემოდან კიდე არც ფანქშენები საერთოდ არ იყო საჭირო, ანუ ძალიან კარგი გულაობა გამოვიდა შუაგულ დიდუბის ხიდზე. ხო და ანუ როგორც გინდა ისე გაიგე. ხო, სწორად მისრულია. გამიგე რა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი კაი ადამიანი, კაი არტისტი ყავს, ვინც მაგრად აკეთებს ამ საქმეს რა. ხო და ფიქრობ, რომ ამ ადამიანების დამალვა და ესე სადღაცას მიჩქმალვა, ფიქრობ არასწორი არის რა და რაც უფრო მეტი ესეთი არტისტი წამოვა, ფიქრობ უფრო მეტი ჯანსაღი კონკურენციაც იქნება რა. მათ შორის რამოდენიმე ადამიანს სახელი გვარების დაკონკრეტების გარეშე ამ პოდკასტის დაბადების შემდეგ ძალიან ისეთი აქტუალური ემოციები გაუჩნდათ, ხო ხვდები, რომ აი მეც მინდა რომ აქ მოხდე და აი რა გავაკეთო ამისთვის, ხო ხვდები რა და სიმართლე რომ გითხრა, ყოველგვარი დამალვის გარეშე პირდაპირ ვუთხარი, რომ ანუ მე არ მომწონს შენი Instagram feed-ი რა. ანუ იმიტომ კი არა, რომ რაღაც Instagram-ებს ვარჩევ, რომელი უნდა მომეწონოს, ანუ იმიტომ რომ ვიცი რომ რეალურად კარგად უკრავს, მაგრამ თითქოს ეს თვით რეალიზაცია უჭირს რა, ხო ხვდები და ანუ ეს რაღაც პროექტი აღმოჩნდა სტიმული ამ ადამიანებისთვის, რომ აი მე რო აქ მოვიდე, ამისთვის რა არის საჭირო, ხვდები და ანუ არაფერი, უბრალოდ ჩვენ თავზე იმუშავე, კარგად იმუშავე და მარტო ჩემთან მოხვიდეზე არ არის. შეიძლება ჩემთან მოსვლა საერთოდ აღარ მოგინდეს, ხო ხვდები, ანუ იმდენად კარგად აკეთო ეს საქმე და იმდენად კარგად დაანახო ადამიანებს, რომ რავი, შეიძლება იმდენი გიგები გაგეჩითოს, ჩემთვის საერთოდ აღარ გეცალოს, ხო ხვდები რა.
შესაბამისად ანუ მიხარია რომ ესეთი დამოკიდებულება აქვს ბევრს ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება ხოლმე რომ იცი რა კარგი დამოკიდებულებით ხარ ადამიანების მიმართ რა თვითონ პროექტი კარგად იღებს ამ არტისტებს, დამწყებ არტისტებსაც და ასე შემდეგ. და მიხარია რომ ესეთი დამოკიდებულებით არიან ადამიანები, იმიტომ რომ ჩემთვისაც სტიმულია სიმართლე რო გითხრა. მე არავის არაფერს ფულს არ ვთხოვ ამის ჩაწერაში ან რაღაც ვაგდაგვარი, ეს ყველაფერი იმიტომ არ კეთდება რომ რაღაც ფული ვიშოვო რა. სხვა ინტერესები მაქვს რეალურად და შესაბამისად ვცდილობ რომ ამ ინტერესებს ვემსახურო პატიოსნად. დანარჩენი ფიქრობ მომავალში კიდევ ბევრი კარგი საკითხი ექნება ამ პროექტს, რომელიც განხორციელებადია და განხორციელდება, იმიტომ რომ ფიქრობ რომ საინტერესო საქმეს ვაკეთებ და გვინდა რომ ივენთების სერიაც დავიწყოთ და ფიქრობ ასეც უკეთესი იქნება მათ შორის იმ დამწყები არტისტებისთვისაც და არა მარტო სხვა ადამიანებისთვისაც ძალიან ბევრ უკვე შემდგარ და წარმატებულ არტისტს მოეწონა ეს იდეა ეს პროექტი და სამომავლო გეგმებიც მათ შორისაა. მიხარია რომ ისინიც ესე აღიქვამენ და უყურებენ და მიხარია რომ შენც გადაწყვეტე ჩვენთან მოსვლა, ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო სიმართლე რომ გითხრან რო ვისაუბრეთ და ანუ რო აღნიშნაი რაზეც გინდოდა საუბარი, ძალიან გამიკვირდა სხვათა შორის, იმიტომ რომ ხო ხვდები ანუ ჩერესერთი მსგავსი პლატფორმა ძალიან სიახლეა ჩვენს ინდუსტრიაში რა, სად გინახავს რომ ესე არტისტებს და კლუბიდან წამოსულ ადამიანებს ბუქერი იქნება ეს ჯერ იქნება თუ არა ანუ არ გვაქვს ხო ხვდები არასდროს არ ყოფილა ესეთი რაღაც და ძალიან ბევრს უკვირს ხოლმე სხვათა შორის რა ერთხელ და წინა პოდკასტზე ვიღაცამ YouTube-ზე დაგვიწერა რას გავხართ ვინ ჯანდაბა ხართ თორე და მეთქი ოკეი კომენტარები ხო და როგორც ითხარი მიხარია რომ შენც მოხვედი და ბევრ საინტერესო საკითხს შევეხეთ თან რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფიქრობ ამასაც გამბედაობა ჭირდება რეალურად, იმიტომ რომ სხვანაირად აბა როგორ ვერ იქნება ხო ხვდები რა. გულწრფელობა სხვანაირად არ გამოდის. მით რა მინდა გითხრა, ბევრჯერ ვახსენეს დამწყები არტისტები რა და რა რჩევას მიცემ ამ ადამიანებს. აი ამ კარიერაში კონკრეტულად ისეც რას ეთყოდი, რასაც ხვები არ ეუბნებიან. ისეც რას ეთყოდი, ეს ხვები არ ეთყიან. რა ჭირდებათ ამ ხალხს რომ აი თუნდაც რაღაც აი 2-3 ნაბიჯით უფრო მაღლა ავიდნენ, უფრო მეტად შეძლონ თავის სტიმულირება რომ იცი რა მე შემიძლია ხვდები რა, იმიტომ რომ როდესაც აქ ხარ მისული უკვე რომ თვით ან თავდაჯერებული ხარ შესაბამისად უფრო მეტად ცდილობ საკუთარი თავის განვითარებას და აი რა რჩევას მიცემ ისეც რაც ამ ადამიანებს გამოაგდება. მაგალითად აი ამ თემასთან ვეტყოდი რომ აი მეტად დაიხარჯნა აი არც ერთი წამი არ გამოტოვა. იმისთვის რომ აი მინიმუმ საკუთარ თავში აი იპოვონ ის ძალა რომ სულ შეეძლოთ დაგვრა. რა იცი, არ არის ყოველთვის მარტივი, თუნდაც ერთ ალღაზე იყო. ნახე რა არის, არასდროს არ იყვნენ აი როგორც მოდუნებულები იმაში რომ აი ვაკეთებ და არ გამოდის. რადგან რა არის, იცი, ბევრს უთქვავს, სხვათა შორის ძალიან გაგვირები ჩემთვის რომ აი რაღაცა მოგისმენია, ან გინახავს, იმიტომ რომ საჭირო აი გულწრფელად რო გითხრა, მე ყოველთვის აი ცდილობ აი რომ ნახო ნიუსი რა აი დამწყებ არტისტებზე. შესაბამისად, ყოველთვის ძიებაში ვარ. ვინ რა დადო, ვინ რაღაც ვისი ახალი რა რედიზიარე და ნიუქამერსებს ვეტყვი კიდე იმას რომ აი უბრალოდ იყვნენ გულწრფელები. და აი როგორც იცი აი გაბრაზებით არ შეხედონ ამ სფეროს. რადგან რაც ადამიანს ქსიამონებს, იქ არ უნდა გაბრაზდე. იქ უნდა იმუშაო მაქსიმალურად. და მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყო მხოლოდ საკუთარ თავზე. სხვა გარემო პირობებისგან ეგ რაღაცა განშოლებით. იმიტომ რომ მუსიკა აი თუ ფიქრობ რომ გინდა რომ შემდგარი არტისტი იყო ამისთვის ის არ არის უბრალოდ რომ აი მინდა ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება და ამიტომ ფიქრობ რომ აი ყველა ამაზე უნდა მუშაობდეს საჭირო დროს საჭირო მომენტში თუნდაც ჩემი პირადი გამოცდილებიდან ყოფილა მომენტი რომ აი საერთოდ არ ველოდი თუნდაც აი რაღაც უცხოეთში ბარსელონაში დაუბრალდი და ასე შემდეგ რაღაც პერიოდი იყო ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელი ის რომ მინიმუმ 500 თუ 1500 ადამიანი მომისმენდა შესაბამისად ყველა საჭირო მომენტი გამოიყენა და ყველაფერი აუცილებლად გამოვა კი მნიშვნელოვანია ასე აი ამ კონკრეტული მომენტების გამოყენება, იმიტომ რომ დასაწყისში მეც მქონდა სხვათა შორის წლების წინ ეგეთი რთული აი გარდამტეხი დღეები გამოვიარეთ, აი ხო, სადაც ფიქრობდი რომ აი ამის დედაც რა, ანუ აი არ გამოვიდა, ხო ხვდები და აი
აღარ მინდა რა ხო. აი ძალიან ბევრი რო აი როგორ იცი ძალიან ბევრი შემიძლია რომ გავიხსენო. რომ აი როსტარ ყელში ამოგიო ყველაფერი ხდები. და მომენტში აი არ ზუსტად მაგ მომენტში ჩნდება ჩემს შემთხვევაში ეგრე აი ზუსტად ეგეთ მომენტებში ხდებოდა აი როგორი აფეთქება იცი გიგების ბუმის რა აი რაღაცა შესაბამისად ყოველთვის როგორ არის არსებობს ალბათ რა რაღაცა ამ სფეროში ამ კულტურაში ეგ რო აი გონია რომ და დანებდე და აი ამ მომენტში რაღაცა გასკრება ეს რა ნუ არ სკოლი და ამ ისეთ საკითხი ხომ არ არის რომელიც გინდა რომ ადამიანებს გააცნო პროექტი ან შენ სამომავლო გეგმები თუ რამეს გეგმავან ჩვენი პლატფორმა გამოგადგება იმაში რომ ხელი შეგეწყოს შენს კარიერაში წინსვლაში და თვლი რომ შენთვის იქნება ღირებული ეს ყველაფერი მე თანახმავარ რანაირად არ ვარ წინააღმდეგი საბოლოო ჯამში ახლა მუსიკალურად მივედი იმ ეტაპამდე რომ აი როგორც ეგეთ პროდუქშენ ძალიან უყურს მუსიკის ძალიან უყურს და ეს ანუ ზოგადად ეს ემოცია მაგრამ ამ ბოლო დროს აი ზუსტად ეს იაკობის აი მეორე პროექტის იდეას გაყოფის იდეა იქ იყო რომ და ახალი პროექტის წარმოშობის რომ როგორც ციფრული ფორმატი ასე ლაივ პერფორმანსად მინდა და რომ ძალიან დაამეკრა შესაბამისად აი ამაზე ვარ ორიენტირებული ხარ რომ აი ამაზე ვიმუშაო რაღაც ახალ ხმებს ვეძებ ახალ იდეებს და შესაბამისად აი მინდა რომ ლაივზე გადავიდე რა იქ იქნება ჩემგან ნიუსი რომ აი ჩემი მსმენელი მინიმუმ ამას უნდა ელოდოს ჩემგან იმიტომ რომ აი რაც ამ წლები გავიდეს არ აქვს მნიშვნელოვანი წარსულში რა გამიკეთებია ყოველთვის განვითარება საჭირო და ყოველთვის რაღაცა ახალის დაჭერა შესაბამისად სულ მაგიტო ვარ ძიებაში და სულ რაღაცა ახალი მინდა ხვდები ანუ რაღაცა ის რომ დამაკმაყოფილოს ხოლმე ციდებზე დაგვრამ ან ვინილებზე დაგვრამ არა ხვდები ახალი აღმოჩენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა ძალიან ინსტრუმენტებთან მუშაობა ჩემთვის ერთ-ერთი რაღაცა ახალი აღმოჩენაა ამდენი წლის განმავლობაში ამდენი წლის მერე ეხლა რაღაც ხვდები აქამდე თქონია შეხება მაგრამ ეხლა რაღაცნაირად რო შინაგანად იგრძნო ეგრეა რა იაკობ ძალიან ბევრი წარმატება მინდა გისურვო როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში და შენს გზაზე სიარულში, მესმის საკმაოდ რთული იყო და არა მარტო თვითონ ეგ კონკრეტული მოცემულობა, ის რა გავლენაც იქონია ადამიანებზე და შესაბამისად ეს ცუდი ფიდბექი რაც შენთან მოდიოდა, საკმაოდ რთული იქნებოდა, დარწმუნებული ვარ. გამძლეობა მინდა გისურვო, არ ვიცი რომ ყველაფერს კარგს გისურვებ, იმიტომ რომ ფიქრობ იმსახურებ და როგორც აღნიშნე ყველას მოსდის შეცდომა, შესაბამისად არჩენა არ უნდა იყოს გამონაკლისი. რა თქმა უნდა. მიხარია რომ მოხვედი ჩვენს პოდკასტში. ვფიქრობ საკმაოდ კარგი დიალოგი გამოვიდა და მათ შორის საინტერესო ჩვენი პოდკასტი დასასრულს მიუახლოვდა. დაგემშვიდობები და მადლობა უღრმესი მოწვევისთვის. სასიამოვნოა ძალიან ჩემთან შეთასაუბარი. მომავალში სხვა ფორმატსაც გეგმავთ რამოდენიმე არტისტის მოწვევას და კარგი იქნება შენს თუ მიიღებ მონაწილეობას, ნუ რა თქმა უნდა თუ გექნება სურვილი, იმიტომ რომ ერთია როდესაც მხოლოდ ორი ადამიანი საუბრობს და რამოდენიმე აზრი ერთად რო განხილება, ვფიქრობ უფრო საინტერესო შეიძლება გამოვიდეს და იქნებ ჩვენც ვიპოვოთ რაღაც კონკრეტული პრობლემის მოგვარების გზები. მივიდეთ წერტილამდე. წარმატებები მოკლედ კიდევ ერთხელ და მომავალში შევხვდებით. დროებით და მადლობა. დაგემშვიდობებით მეგობრებო, ჩვენი სტუმარი იყო იაკობი. თქვენს ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ, თვალი ვადევნეთ და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ბარში მოდით გლიჩში, ფიქრობ რომ უკმაყოფილო არ დარჩებით. ძალიან ბევრი კარგი ვიკენდები გვაქვს. მათ შორის დამწყები არტისტებიც უკრავენ ხოლმე ჩვენთან. და ფიქრობ ისე ამოვნებთ ამ გარემოთი, რაც აქ დაგხვდებათ. დანარჩენსაც შეეხება ჩვენს პოდკასტს თვალი ადევნეთ და ბევრად უფრო მეტ, ბევრად უფრო საინტერესო სიახლეებს დაგახვედრებთ მომავალში და ძალიან მალე შემოგთავაზებთ ივენთების სერიებს. წარმატებები.